ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ქართველმა დავკარგეთ სულიერი მამა და მოძღვარი, არის დიდი სიცარიელი ახლა ჩვენთვის. და გახსენდება ახლა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მასთან ყველა შეხვედრა, მისი სიტყვები, მისი გამონათქვამები და ეს არის დიდი მემკვიდრეობა, რომელიც მან დაუტოვა ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს არის ძალიან დიდარი მემკვიდრეობა და რაც თავარია, ანდერძი, რომელიც აუცილებლად უნდა ახსრულდეს შემდგომი პატრიარქის მიერ. და ეს ანდერძი არის ასევე ყველა ქართველისადმი. რომ დადექით პირაწყენებზე მაღლა, გამოიჩინეთ ურთიერთ შენდობის, ურთიერთ მიტოვების უნარი და რაც თავარია, მისთვის ყოველთვის პირველ რიგში იყო, რა თქმა უნდა, საქართველოს მთლიანობა, ამოცანა, ოცნება და მე ერთ-ერთ ჭირის უფალს მოусმინე, რომელმაც თქვა, რომ მე აფხაზეთიდან ვარ და იმედი მქონდა, ასე ქონდა უწმინდეს ნათქვამი, რომ ჩემს სიცოცხლეში მე მანამდე ვარ წავალ ამ ქვეყნიდან, სანამ საქართველო არ გამთლიანდებაო და სანამ არ დავშევალ ნინოშვილის ცამეტში, იქ სადაც ის აფხაზეთში. და ეს ადამიანი ძალიან განიცდია. პატრიარქის სული უკვლავია ის თავის ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს იმ ქვეყნიდან და ცხადია, რომ ჩვენ როდესაც ვემშვიდობებით მას ეხლა ამ ქვეყნად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ კავშირს მის სულიერ მემკვიდრეობასთან ან ის რომ პატრიარქი არ გააგრძელებს ამ ქვეყნისთვის ლოცვას და ზრუნვას უკვე მარადიული სამყაროდან. და შესაბამისად ყველა ჩვენთაგანის თავარი ეს არის სწორედ აი კითხვა დასვით თქვენ რომ როგორ მოიპოვა მან ასეთი ნდობა და სიყვარული. პირველ რიგში უბრალოებით, მისი ხალხურობით, მისი თავდაბლობით, მისი პირადი მაგალითით, როდესაც ის პირველ რიგში ამბობდა, რომ მე ვარ ცოდვილი, მე ვითხოვ შენდობას უფლისგან და ამით ყველას გვიბიძგებდა, რომ გავაცნობიეროთ, რომ ყველანი ცოდვილები ვართ, რომ არავის არ გაუჩნდეს ცდუნება იმის ცდუნება, რომ თქვას, რომ მე ვარ უშეცდომო და ჩავარდეს სხვა ადამიანების განკითხვაში და ამის უზარმაზარ მაგალითს გვაძლევდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. და მე, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებით ძვირფასი არის ის ურთიერთობის წუთები, რომელიც მე პირადად მქონია, ძალიან ბევრს მქონია. და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებიდან ყოველთვის სავსენი გამოდიოდით, ბევრი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მისი გამონათქვამი გამოგქონდა და მე ეს ხდებოდა ჩვენი გზამკვლევი ჩვენი ცხოვრების გზაზე. რა თქმა უნდა, როდესაც ის ხნეთ იყო ფიზიკურად, ვცდილობდით, რომ მეც მამუკა ხაზარაძეს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სანამ მივიღებდით, მასთან მივსულიყავით და კურთხევა გვეთხოვა მისგან და ის რა თქმა უნდა, როდესაც ეს ფიზიკურად იყო კარგად, ის აუცილებლად მოგვისმენდა ხოლმე გულდასმით და ჩვენ ამ კურთხევას ვიღებდით და შემდგომ ამ კურთხევის საფუძველზე ვაგრძელებდით ჩვენ საქმიანობას. ეხლა მე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ამ დანაკლისის შევსება შეუძლებელია, მაგრამ მან შეძლო, რომ მთელ მისი მოღვაწეობის პერიოდში ეკლესია, რომელიც იყო დაკნინებული, როდესაც ის გახდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, როდესაც ერი იყო ჩაძირული ურწმუნოებაში, დღეს მისი მოღვაწეობის ამ ქვეყნად დასრულების შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ძლავრი ინსტიტუცია, ქართველი ერი დაუბრუნდა სარწმუნოებას და ეს არის სწორედ მისი მოღვაწეობის თავარი გამოკვეთილი, მე მგონი ხაზი, რომ ეხლა უკვე როდესაც ის ამ ქვეყნიდან წავიდა, მან დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა, უზარმაზარი მოქმედი ტაძარი, უზარმაზარი რაოდენობით მღვდელსახური, ბერი და რაც თავარია, ძალიან დიდი რაოდენობით მრევლი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ პირველ რიგში მისი მოღვაწეობის დამახასიათებელი და ეხლა, როდესაც ის ამ ქვეყნიდან წავიდა, რა თქმა უნდა,
უკვე მძლავრი ინსტიტუცია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და შემდგომი პატრიარქი მეეჭვი არ მეპარება გააგრძელებს მის გზას, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. რთული იქნება მომავალი პატრიარქისთვის. გეთანხმებით, შეუძლია ძალიან რთულია, როდესაც უწმინდესი უნიტარესის შემდგომ მოუწევს მოღვაწეობა, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მართლმადიდებლური ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის იმდენად ძლიერი, რომ გადაწყვეტილებს, რომელსაც ის მიიღებს, ის გადაწყვეტილება იქნება მიმართული სწორედ იმისათვის, რომ გაგრძელდეს უწმინდესი უნიტარესის მიერ დაწყებული საქმე და გაგრძელდეს სწორედ ის ხაზი, რომელიც იყო დამახასიათებელი ელია მეორის მთელი მისი მოღვაწეობისთვის. აი, როდესაც ჩვენ მასზე საუბრობთ როგორც ეპოქალურ პატრიარქზე, მისი მარტო ბერად აღკვეცის დროინდელ ამბავს, როცა იხსენებს, აი ის სიტყვები მეტყველებს უკვე თავისთავად ყველაფერზე, როდესაც ბერად აღმკვეცესო, ჩემს ბერად აღკვეცას ერთი ქართველიც კი არ ესწრებოდაო. ანუ და რა ხდებოდა, როდესაც ის გახდა პატრიარქი 1967 წლიდან და რა ხდება დღეს. ეს უზარმაზარი ქარტეხილები, უზარმაზარი ისტორია და კითხვასაც როცა ვსვავთ, აი როგორ მოახერხა ამ ხელანდობის მოპოვება, ამ ხელა სიყვარულის, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდიდან დაწყებულია მისი ეს მზიანი ღამე, როგორც თვითონ უწოდა, ხო, თავის გზას, პატრიარქობის გზას და ეს იყო რაღაცნაირად უცნაური, რომ საბჭოთა რეალობიდან დაწყებული გზა და დღეს ჩვენ ვხედავთ რა ხდება ქუჩებში, რეგიონებიდან ემზადება ხალხი, რომ ჩამოვიდეს და მას პატივი მიაგოს. ბატონო ბადრი, მინდა გაიხსენოთ მისი როლი, აი უკვე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე და მერე რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი როლი მაშინ? უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. რას გაიხსენებ? იცით რა, მთელი მისი სულისკვეთება იყო ყოველთვის მიმართული ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების, როცა უკვე ეს ძალიან თვალსაჩინო გახდა, რომ ეს გარდავალი იყო, ეს მისი მოღვაწეობა იყო სწორედ მიმართული იმისკენ, რომ ეს განთავისუფლება იმპერიისგან ჩვენი ქვეყნის ყოფილიყოს არა მხოლოდ ასე ვთქვათ რაღაც ფაქტი თავისთავად, არამედ ამას მოყოლოდა სულიერად გაძლიერება ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ იმდაგვარად ძლიერ ფუნდამენტზე აშენება ჩვენი სახელმწიფოსი, რომლის შერყევას უკვე ვერავინ ვერ შეძლებდა. რა თქმა უნდა, ეკლესია იყო, არის და იქნება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენი სახელმწიფოების ფუნდამენტში ერთ-ერთი ძირითადი სვეტი. და მთელი ისტორია ჩვენი ეკლესიის ესეთი იყო და უწმინდესი სწორედ აგრძელებდა ამ მოღვაწეობას, რომ მისი მოღვაწეობა იყო სწორედ იმისათვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა გაძლიერებული იყო, ჩვენი სახელმწიფო გაძლიერებული იყო, იქნებოდა ეს დამოუკიდებლობის მოპოვება თუ დამოუკიდებლობის მოპოვის შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს განსაცდელები მე ვფიქრობ, რომ მისი დახმარებით შევძელით, რომ გადავშენილიყავით უამრავ განსაცდელს, რომელიც გავიარეთ, როგორც ქვეყანა, როგორც ერმა. და ის ახერხებდა სწორედ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ყოფილიყო ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე, იმისათვის რომ გავეძლიერებინეთ მისი ლოცვით და მისი მხარდაჭერით. და მე ვფიქრობ, რომ ამ მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ გადავჩენილიყავით და მგონია, რომ ამ თვალსაზრისითაც მას უზარმაზარი როლი აქვს ჩვენი დამოუკიდებლობის გამტკიცებაში და ჩვენი სახელმწიფო მშენებლობის საქმეში. და უამრავი მაგალითი ამავდროულად გვაქვს სახეზე, რომ ის ყოველთვის ძალიან მკაფიოდ გამოყოფდა ეკლესიას და სახელმწიფოს, არასდროს არ ყოფილა აქ აღრევა, ის იყო სწორედ კონკორდატის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კი არა, მთავარი შემოქმედი, რომ არ აღრეულიყო ეკლესიის და სახელმწიფოს. თუმცა ყველა ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ პატრიარქი ყოველთვის რაღაცნაირად მიემხროს. და არასდროს და არასოდეს. ყველა ხელისუფლება ვერავინ ვერ მიაღწია იმას, რომ ეს უწმინდესი ყოფილიყო მისი პატრიარქი, ყოველთვის უწმინდესი იყო ყველა ქართველის პატრიარქი, ყველა ქართველის სულიერი მამა და ხელისუფლების წევრი იყავი, ოპოზიციაში იყავი, ჩვეულებრივი ნებისმიერი ჩვენ თანამოქალაქისთვის ის იყო ისეთივე ყურადღებიანი, ისეთივე სიყვარულით ახსავსე და არასდროს განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა არავის მიმართ. ყველა ერთნაირად უყვარდა. ეს იყო სწორედ იმიტომ იყო სულიერი მამა ჩვენი ერის და იმიტომაც
არის ეს უზარმაზარი სიყვარული, რომელსაც ახლა ჩვენ ხედავთ, როცა სხვა ადამიანების, ყველა ადამიანი ვალდებულად ცვლის, რომ ჩამოვიდეს და პატივი მიაგოს. აი საოცნებო რეიტინგი, რეიტინგში ნდობას გულისხმობდა სიყვარულს, რასაკვირველია, დამოკიდებულებას მის მიმართ. საოცნებო იყო და მართლა როცა ვამბობთ, რომ იყო ისტორიული, საერთოდ არაფრის გაზვიადება, იმიტომ რომ მართლა ისტორიული პიროვნება აღმოჩნდა 1977 წლიდან, ახლა რო ვფიქრობ, მე ვიყავი მაგ დროს 6 წლის, ანუ და მთელი ცხოვრება მგონია რომ უკან მაქვს მოტოვებული და მთელი ეს ყველა ხო ჩვენი გადასახეიდან ვუყურებთ ხო მოვლენებს და პირველ რიგში ანუ ვხედავთ ვიხსენებთ ჩვენიდან ხო და ანუ ვიხსენებთ რომ ადამიანი იყო პატრიარქი რომელიც როცა პატარა იყავი საბავშვო ბაღში დადიოდი გაიზარდე შეიცვალა გათავისუფლდა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა მერე 1000 ქარტეხილი და სულ იყო და აი ეს შეუცვლელობა რაღაც ესაა პირველ რიგში ის რაც ათქმევინებს უამრავ ადამიანს რომ მართლა ეპოქალური პატრიარქი იყო ბატონობადრი ქონიათ ბოლო პერიოდში მასთან როდესაც ის ფიზიკურად გაუძლურებული იყო იშვიათად ვერიდებოდი კიდევაც სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ პირიქით რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს რომ ენახულებინა იმიტომ რომ ძალიან სუსტად იყო ფიზიკურად მაგრამ როდესაც გეგულებოდა ის ცოცხალი რა თქმა უნდა ეს სიმღერა ისეთი დიდი იმედი არის როცა გეგულებოდა პატრიარქი მიუხედავად იმისა ფიზიკურად დაუძლურებული იყო თუ არა ის გეგულებოდა ეს იყო ძალიან დიდი იმედი რა თქმა უნდა ეს სიცარიელე ახლა არსებობს ხო და ამიტომაც ვამბობთ რომ ალბათ ძალიან რთული იქნება ბევრი ადამიანი ფიქრობს ამას ძალიან რთული იქნება შემდეგი პატრიარქისთვის რაც არ უნდა ძლიერი პატრიარქი მიიღოს ქვეყანამ ილია მეორეს შემდეგ ძალიან რთული იქნება იმიტომ რომ ნუ 59 წლის განმავლობაში ეკლესიის საჭეთ მყრობელი ასეთი ავტორიტეტის ადამიანი როდესაც იყო შენ ყველა შემთხვევაში გიწევს მერე იმის ჭრდილ ქვეშ რაღაცნაირად მოხვდა. თუმცა ამავდროულად გააქვს მემკვიდრეობა, რომელიც უნდა გააგრძელო. ეს უზარმაზარი მემკვიდრეობა. უზარმაზარი მემკვიდრეობა არის. იგივე მისი ეპისტოლები, მისი ქადაგებები, ხო? უამრავი რამ, რომელიც ყველა ჩვენთაგანაც უნდა იყოს სახელმძღვანელო და თავდაბლობა ვახსენებ, ის გამორჩეული თავდაბლობის ადამიანი იყო, ხო? როდესაც ის ყოველთვის ამბობდა, ანუ ხაზგასმით, რომ შენ არ უნდა გაიმარჯო მეორე ქართველზე. არ უნდა შეეცადო მასე გამარჯვებას, არამედ შენ თავზე უნდა გაიმარჯვე. საკუთარ თავზე გაიმარჯვე შენ პირველ რიგში. შენ თავში აღმოაჩინე დაკლი. ამას შეებრძოლე. და მე უკვე აღარც ცხადე რომ ამით დიდ ნაბიჯს გადატყავ შენი თანამამამულისკენ, შენი თანამოძმისკენ. და ეს იყო სწორედ მისი მთელი მოღვაწეობის ხაზი, რომ ეს არ მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის, თანამოძმეებს შორის. მისთვის თავარი იყო, რომ ჩვენ მქონოდა უნარი ურთიერთმიტევების, ურთიერთშენდობის უნარი. ეს არის ხო თავარი პრინციპი ქრისტიანობის. აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ადამიანი თავის თავს ქრისტიანს უწოდებს და მუდმივად სხვის განკითხვაშია. როდესაც ერთ ეკლესიაში შეიძლება იდგეს და ამავდროულად იმის გამო რომ სხვას განსხვავებული შეხედულებები აქვს, ამის გამო მის მიმართ იყოს განწყობილი ძალიან უარყოფითად. ეს არ არის ქრისტიანობა, უწმინდეს სხვა რამეს გვასწავლიდა, უწმინდეს გვასწავლიდა სწორედ იმას, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენს განსხვავებებზე მაღლა დავდგეთ და შევძლოთ ერთმანეთს მიუტევოთ შეცოდებები, იმიტომ რომ ყველანი ცდომილებია, ყველას შეცდომა დაგვიშვია. თვითონ როცა ამბობდა რომ მე ვარ ცოდვილი და მიმართავდა უფალს, შემიდე მე უფალო, ჩემი ცოდვები ამით გვეუბნება ყველას რომ აი მე გაძლევთ მაგალითს, ხო? როცა ყველა ცოდვილნი ვართ, ამიტომ ნუ გექნება განცდა რომ შენ ვიღაცაზე უკეთესი ხარ და ამიტომ შენ შეგიძლია მისი განკითხვა. ეს არ არის ქრისტიანული და სწორედ ეს არის ის, რასაც ის ყოველთვის გვიქადაგებდა. თავდაბლობას, ურთიერთმიტევებას და ეს იყო ჩემი აზრით და ეს დარჩება ერთ-ერთ მთავარ მემკვიდრეობად იმ უზარმაზარი მოღვაწეობის, რომელიც მან გასწია თავის ცხოვრების მანძილზე.
თქვენ როგორ გაგახსენდებათ ან რამე ისტორიით თუ გაგახსენდებათ მისი უწმინდესობა? აი, როცა პერიოდი გავა, ეხა ყველას დარწმუნებული ვარ თქვენც ეგრე ხართ, გული გაქვთ ჩაწყვეტილი, ხართ ძალიან დარდიანი, განიცდით კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვიცი თქვენი ახლო ურთიერთობის შესახებ, მამუკას ახლო ურთიერთობის შესახებ მასთან და ალბათ მილიონი ისტორია გაკავშირებთ. აი, პერიოდი რომ გავა, როგორი პატრიარქი გაგახსენდება თქვენს მოგონე? მე მაქვს ეხა ყველა ადამიანს გვაქვს, ვისაც ქონია შანსი ცხოვრებაში, რომ მასთან რაღაცნაირი შეხება გქონოდა, რამე ისტორია გვაკავშირებდეს, ყველას გვაქვს ხო და თქვენ ალბათ საოცარი რამე იყო, იცით, რომ ყველა ჩვენთაგანის განსაკუთრებით ჩვენი პატრიარქი, თითოეული ჩვენთაგანის იყოს ჩვენი. აი თითოეული ჩვენთან განსაკუთრებული იყო, ხო? მას შეეძლო სწორედ აი ესეთი სიყვარულით განემსჭვალა, იმიტომ რომ თვითონ გზნობდი მისგან ესეთი სიყვარულით და დამოკიდებულებას. ბევრი რამ შეიძლება გაგახსენდეს, ბევრი ასე ვთქვი ფილოსოფიური მნიშვნელობის მისი გამონათქვამი, იგივე ჩემს ძალიან საყურადღებო ქველმოქმედებასთან დაკავშირებით, როცა ვიღაცას ხელს გაუწვდი, ხო, კი არ უნდა თქვა, რომ მას დაეხმარე. ისამოდრო ვინმეს როცა ხელს გაუწვდი, ამით შენ თავს ეხმარები. ეს არის ფილოსოფია, ხო, ქველმოქმედების განსხვავებული სრულად დამოკიდებულება, რომ ადამიანს არ უნდა ქონდეს განსა თუ მას შეუძლია ვიღაცას ხელი გაუწოდოს, დაეხმაროს. ამით ის თავის თავს ეხმარება, თავის სულს ეხმარება. ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, ხაზს უსვავდა ყოველთვის, რომ ესე უნდა შეხედო ქველმოქმედებას, სხვას კი არ ეხმარები, ამით შენ თავს ეხმარები. ეს გამახსენდება ბოლო დღეებში განსაკუთრებით, ხო? რაც თავარია, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მისი დღეს ახლა მე მკვიდრ რომ იმდენად ძლავრია, რომ მე ძალიან იმედიანად ვარ და აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას პატრიარქთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ იქნება შესაფერისი უწმინდესის მემკვიდრეობის, უწმინდეს ანდერძის და მისი გზა გაგრძელდება. ეს აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის და ეს იქნება მისი სურვილი და ეს დაწუნებულია, რომ მისი სურვილი სწორედ ამას ნატრულობს. დიდი მადლობა რომ მოხვედით, მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. რაღაც ისეთი განცდა გქონდა, ყველას გვეგონა რომ სულ უნდა ყოფილიყო და მივიღეთ შოკი. სული მარადიულია ის. შოკი, თითქოს ყველამ ვიცოდით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალიან თვალნათელი იყო, რომ ის ვეღარ იყო აქტიური, ის ვეღარ იყო ჩართული, ძალიან აქტიურად კი არა, თითქმის ვეღარ იყო. თუმცა რომ გვეგულებოდა თვითონ ჩვენთანაც ეს ძალიან დიდი იმედი იყო, უნდა დამეთანხმოთ. რომ გვეგულებოდა რომ პატრიარქი ცოცხალი პატრიარქი აქ არის. ხო, რა თქმა უნდა, ამ სიცარიელის ამოსება ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული გააგრძელებს ამ ქვეყანაზე თითოეულ ჩვენთაგანისთვის ლოცვას.